აი ბოლომდე გაანადგურეს და გაანთავისუფლეს საქართველოს და მაშინ მიხვდა შახაბაზი რომ ამ ხალხთან არ შეიძლება ასეთი სასტიკი მოპყრობა. კი ისინი დასაჯეს, ისინი მეთაურები ვინც იყვნენ, მაგრამ მეორედ აღარ უკადრებია შახაბაზის ესეთი უკადრებელი, ნუ დაპყრობილი გიყავდა თავის პროვინცია აქცია ეს მთელი ეს წალკოტი. დღესაც იგივე აქვს ამათ გადაწყვეტილი როგორია აი ინვესტორი დღეს აღარ უჭირდება უფრო იაფი უждდება აგერ ჩამოვა და ყიდულობს აი რის თქმაც მე ახლა მინდოდა მოგახსენებთ რომ აი ამას ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ახლა პირდაპირ ესე ვერ შეერკინები ადამიანს ვერ ეტყვი აჰა ეს ისა ჩემი მიწაა და რაღაც აგერ აი შენი მთავრობა აძლევს პირდაპირ და ყიდის ის კაცი ყიდულობს მე ვიყიდე ის გეტყვის ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ვინც არის დღეს ეს მიწა ესე რომ გაყიდო ეს შენი ის კი არ არის კაცო მამამ და ისა ბებიამ და ბაბუამ კი არ დაგიტოვა ეს არის ყველას მთელი ერის საკუთრება არის ღმერთის საკუთრება ღმერთმა მოგცა ჩვენ ქართველ ჯიშს მოდგმას და რასას იბერიულ კასიურ რასას მოგცა ეს მიწა წყალი აქ ჩვენ ვალდებული ვართ სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიყოთ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ იმან თავიანთ შვილებს და ასე უნდა ასე გრძელდებოდა აქამდე მოიტანეს და ამის შემდეგაც ესე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და არავით არის აქ ისა ჩასახლება ჩამოსახლება რაც მიქვია გას რომ ჩაასახლები იმაში რა ქვია გრწანიში იქიდან საწავა მე ის ადამიანი იტყვის მე ვიყიდე და მე კიდე ისა სხვა ტერიტორიებსაც შეიძენს ასე თუ ესე მივეცით საშუალება გაერთიანებს კიდევაც აგერა პირდაპირ შუა გულში თბილისის შუა გულში მე მთელი ქართლია ითვისეს თითქმის აგერ კასპში აგერ მწერალი არის ბატონი ვაჟაუთ არაშვილი და ამბობს კიდევაც აგერ თავის სოფელი ძლივს იხსნა ადამიანმა თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ვისაც არ აქვს საშუალება ის ახლა ცნობილი ადამიანია და ყველა მიცის და რაღაცა და იმას აქ გამოიხსნა ასე თუ ისე და დანარჩენი რეგიონებში შეხედეთ აი როგორი ის არის მდგომარეობა კაცო ასე ნაჭერ და აღარ იქნება ეს ქართველებს აღარ გვექნება არაფერი თუმცა რეგიონი გამრავლებია კაცო ერთს ყავს 3 და 4 ცოლი ეს მათი საქმეა მათი კულტურაა ესეთი ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის სამშობლოში მაგრამ ჩვენი სამშობლო უნდა დავიცვათ კბილებით ბოლომდე იმიტომ ეს არის ჩვენი საარსებო ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩინია ჩვენ ღმერთმა მოგცა აქ სამშობლო საქართველო რასაც საქართველო ეწოდებათ ჩვენ ვალდებული ვართ რომ დავიცვათ ეს ჩვენი მიწაწყალი ეხლა რა შეგვიძლია ჩვენ ამ იმას დაუპირისპიროთ ესეთ დიდ ზეწოლას ის შეგვიძლია რომ როცა შევარდნაძემ ჩამოვიდა მეორედ რომ მოევლინა დაიწყო იმარ ქარხნებისა და ფაბრიკების ჯართად ქცევა აი მაშინ იყო მაშინ უნდა ამოეღო მამების თაობას ხმა და მაშინ ზუსტად უნდა დაესაჯათ შევარდნაძე ამის უფლება არ უნდა მიეცათ იმიტომ რომ ქარხანა მარტო ის არა ქარხანა და ფაბრიკა ჩვეულებრივი რაღაცა ისა დაწესებულებასავით ის არის ოჯახის მარჩენელი ერის გამამრავლებელი ეხლა რო ამბობთ ზოგიერთები აი აქ სოციალურ ქსელებში მე უყურებ ხოლმე და ხედავ რომ აი ისონი რომ წავიდნენო კაცო ისა ჩამოვიდენო და აქ გამრავდებიან რომ ჩამოვიდა რატო წავიდა ის ადამიანი მაგას რატო არ სვამთ მაგ კითხვას იმიტომ წავიდა რომ აქ არაფერი არ ქონდა საშუალება არ ქონდა რომ გამოეყვება თავისი ოჯახის წევრები იმიტომ წავიდნენ და მეტწილად არიან წასული ქალბატონები რა უნდა ქართველ ხალხს ახლა წინა ემეებშიდაც გოლებშიდაც ჩავწერე და ვამბობ კიდე რა უნდა ქართველ ქალბატონს იქ ისა ღამისკოთას ზიდავდეს და უვლიდეს მოხუცია თუ ვინც არის მაგას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ხალი უნდა ზდიდეს თავის შვილებს აი აქ და არ იყოს ის ბავშვები დატოვებული ბებიებისა და ბაბუების ანაბარა ამისათვის ჩვენ უნდა მოვთხოვოთ უძლიერესი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს რომ ქარხნები და ფაბრიკები აშენდეს მოვალია ხელისუფალი თუ ხარ უნდა შეასრულო ეს ის აბა რაში მჭირდება მე ხელისუფალი მარტო ეხლა ბიუჯეტში ფული შემოვიდეს იქ ვიღაცამ ისა იშოვა 2 კაპიკი და აქ რო შემოდის და გაუყო კიდე და პროცენტი ახდევინო და მაგით ბიუჯეტი ავსო და საკუთარი ჯიბები მიცონ ეგ დრო უკვე უნდა დაუსრულოთ ჩვენ მაგ იმებს ტირანებს ასე რომ ვთქვათ
ამისათვის არის ქარხნებისა და ფაბრიკებისათვის უნდა გავერთიანებთ მთელი ჩვენი იარაღი ეს არის. ამას დავუპირისპირდეთ, ავაშენებთ ქარხნებს, ფაბრიკებს და აქ გამრავლდება კიდევაც ერი და გაიზრდება და ეკონომიკა გვექნება ძლიერი. ეკონომიკა როცა ძლიერი გაქვს, მე ეტყვი ადამიანს, რომ აი, რაში მჭირდება მე შენი ქალაქის აშენება, მე თუ მინდა ამ ქალაქს მე თავად დავაშენებ და დავასახლებ ჩვენს ხალხს, ანუ ქართველ ჯიშს, მოდგმას და რასაც. ჩვენ უნდა გამრავლდეთ, ჩვენ დავედით რაღაცა 1.5 მილიონზე რა. ნახევარი საქართველოს ქართველიერი გაქცეული რო არის იმაში უცხოეთში. აი ეს არის მთავარი ამოცანა. ეს მინდოდა მე თქვა რომ ჩვენი იარაღი ამჟამად არის ჩაწერეთ იქ, რაც მეტი ჩაწერს, ასეთი ესეთი გოლები ბევრმა გააკეთეთ მარტო ახლა ერთმა ადამიანმა, ორმა, 10-მა და 1000-მა და 30,000-მა არა მთელმა საქართველოს იმასაკნავს, რომ ჩვენ ამით პროტესტს გამოვხატავთ და წუხიც გამოვხატავთ და ეს ჩვენი სამშობლო და ჩვენ ვართ ამის სამშობლოს ფარი, მახვილი და დამცველები. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ჩემო მეგობრებო, აბა ისე არ გამოვა ეხლა სახში არავინ არ მოგვართმევს ეხლა აწყობილი ქვეყანას და არც არავინ არ წაიყვანს იმებს უცხო თესლის ხალხს, რომლებიც არიან ტურისტულად კი ბატონო ჩამობრძანდეს და პატივსცემდა და რაღაცა, მაგრამ ასე ჩასაღლება ეხლა ისედაც პატარაა ჩვენი ქვეყანა, ეგრე გამოდის მაგათ აქვს მილიონები და მილიარდები და ტრილიონები აქვს რა. იქ ერთ-ორ მდიდარსაც შეუძლია მთელი საქართველო იყიდოს სააგარაკოდ ექნებათ მოწყობილი და ჩვენთვის მარტო აგარაკი კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო არის. ამიტომ აი ეს ისენი კომენტარები გააკეთეთ რამდენიმე თანხმებით ამ იმაში რომ ნომერ პირველი ამოცანა ჩვენ უნდა დავაყენოთ ქარხანა და ფაბრიკა. მოთხოვოთ ეს ყველაზე მაგარი მყარი იარაღი არის ამჟამად გვექნება ესე იგი ქარხანა, ფაბრიკა და ის ჩვენი ემიგრანტები რომლებიც წავიდნენ საზღვარგარეთ იმის გულისათვის წავიდათ რომ ვის ეხალისება და ვის გულზე ახატია ეხლა რომ ვიღაცის მოხუც ეხლა უაროს და ის აღამის ქოთნების ზიდოს. აგერ წავა ჩვენთან ფაბრიკაში იმუშავებს, აბრეჟუმის ფაბრიკა იქნება, მამაკაცები იმუშავებენ, სახში რო არიან როს ხედან ეხლა ქალბატონები რო ამბობენ რომ რას ამბობო კაცო ჩვენ რომ მუშაობთ და ჩვენ ვარჩენთ ოჯახებსო. კი ბატონო გასაგებია, თქვენ კი არ უნდა არჩენდეთ ოჯახებს, თქვენი მეუღლები უნდა არჩენდნენ ოჯახებს და მეუღლები ადგებიან მე უკვე იმუშავებენ იმაში. მეცნიერება განვითარდება, ინჟინერები ხო გვჭირდება, კონსტრუქტორები ხო გვჭირდება. პროფესიები ხო გვჭირდებათ, იქ ზეინკალი ჭირდება, ხარადი ჭირდება და ასე შემდეგ. ხელოვნება და კულტურა ესე განვითარდება, რომ ბიუჯეტში მე პული შევა და ხელოვნებას დაფინანსდება და ყველაფერი. აბა გინახიათ აი ბოლო წლების მანძილზე ქანდაკება სადმე იდგმება, თითქმის არცად არ იდგმება. ეს ჩვენი მოქანდაკეები მიდიან და უცხოეთში მუშაობენ და ნახევარ ფასად ისიც. ახლა ხო არ გონიათ იქ ახლა მილიონერები ხდებიან. როცა ჩვენთან შეგვიძლია უნიჭერესი ის ყავს მოქანდაკეები, მხატვრები, მუსიკოსები, ავიც მე ხელოვნებაში ვავეს რა. მაგის ისიც უნდა წაშლა უნდა და იმიტომაც აკადემია დაიყვანეს აგ საბავშვო ბაღის დონეზე. განათლების სისტემა აიწევს უმაღლეს დონეზე. ყავს კიდევ შემორჩენილი პროფესიონალი ძლიერი სპეციალისტები. ყველაფერი გამოგვივა, მთავარი არის დამინჯერეთ ქარხანა და ფაბრიკა არის ჩვენი მაშველი ძალა. როცა კარგია რომ იტყვიან ხოლმე აი ვიროცო და გვექნება. კი ბატონო, ვილოცოთ და მე საქმესაც მივხედოთ. ქარხანაშიდაც უნდა ვიმუშაოთ და ფაბრიკაშიდაც და მეცნიერმა უნდა იმუშაოს და მეცნიერებს უნდა ქონდეს თავისი მაღალი ჯამაგირი და არა ესე რომ ესა რაღაცა 1-2 პურის ყიდვა შეეძლოს. მასე არ გამოვა. ის მეცნიერი არ გახდება და არ აიღებს იქეთკენ ახალგაზრდა გულს რომ ახლა წავიდეს ბიბლიოთეკაში და ეგ საათობით ისდეს. რომ მე ბოლოს ისა 1 პურის ფასი იყოს მისი ხელფასი. დაინტერესებაც უნდა, мотиваცია უნდა კონდეს. ამიტომ აი ეს არის ჩემი იდეა. თხოვნა არის რომ მთელი ერი გავერთიანდებით, იქნება უძლიერესი მოთხოვნაა კაცო აი. ყველაზე მაგარი იარაღია ქარხანა და ფაბრიკა აგვიშენე. აი ესეთი ლოზუნგებით უნდა გამოსულიყვნენ ბატონო პარტიები. 200-ზე თუ 200 მეტი პარტია არის. 200-ზე მე მგონია 300 არის. არც ერთი აი წლების მანძილზე მე არ მინახია რომ
პარტიის ლიდერი გამოსული იყოს და ლოზუნგი კონდეს მის მომხრეებს იქ რომ აი ქარხანა და ფაბრიკა ავაშენოთ. მე სურვილი მაქვს ვიცოდე რამდენი ქარხანა და ფაბრიკა არსებობდა და მისი სახელწოდებები თუ ვინმე იცით რამდენი იყო რაოდენობით და სახელწოდებები ძალიან კარგი იქნება თუ მომწერთ. ამას გავაჟღერებ სხვა ბლოგში, სხვა რგოლში, სხვა გამოსვლაში. კარგად ბრძანდებოდეთ და ეს იყოს ასე რომ ვთქვათ ჩვენი იდეა, რომ აი ამ ქარხნები და ფაბრიკები მოვითხოვოთ. ეს მოგვიტანთ ჩვენ დამიჯერეთ გამარჯვებას. და ეს ყველაზე მაგარი იარაღი. მთელი ხალხი დაიწყებს შრომას, აბა უშრომელად არაფერი არ გამოდის, ეკონომიური ძლიერი ჭირდება. სული კარგია, მაგრამ მატერიად საჭიროა, ისეთ სამგანზომილებიან სივრცეში რომ შემოდიხარ ადამიანი, ჭირდება არსებობისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ დროებით.